მწვარ 14 სექტემბერს 140 წლის თავი უსრულდება ყველასათვის საყვარელ, განსაკუთრებით მცხეთელებისათვის საყვარელ ადამიანს მიხეილ მამულაშვილს. ადამიანს ალბათ საქართველოში უყვარდა ყველას და გვიყვარს დღესაც. ამიტომ მცხეთის საბავშვო ბიბლიოთეკამ მოკრძალებული ღონისძიება მიუძღვენით ხვალინდელ დღეს ჩვენ ბავშვებთან ერთად. მიხეილ მამულაშვილი დაიბადა 1873 წლის 14 სექტემბერს მცხეთაში, გლეხის ოჯახში. მიხეილის მამა ალექსანდრე თავის დროზე შეძლებული გლეხი ყოფილა, მაგრამ შემდეგ აღარებებულა. დედა სოფიო სათნო და გამჭექალი იყო. მიხეილის მშობლებს მის გარდა ჰყავდათ ორი ვაჟი, კოლა და საშა და ორი ქალი, მარო და ლიზა. ის ყვავილი, ის მცენარე, რომელსაც მიხეილი შეეხებოდა, უკვე ყვავილი კი არა, გულში ჩამწდომი ლექსი იყო. ხან წკრიალა მოტის ისე, ხანაც ღრმასებდით ჩაფიქრებული, მაგრამ ყოველთვის ლამაზი და მშვენიერი. მიხეილს ყვავილი ისეთივე ცოცხალ არსებას სწამდა, როგორც თვით ადამიანი იყო. ისე სწამდა, რაგენ გულდიდი ყოფილიყო კაცი, მის გულში დროულად ნათქვამი კეთილი სიტყვა უეჭველად იპოვიდა ადგილს, დაიზრდებოდა, დავაშკაცდებოდა და მთლიანად გაზდემიდა ბოროტების ნასავს. სასახლიდან გამოყოლილი დანაძოგი მალე გამოელია ახალგაზრდასთან. რომ გაუჭირდა, სწორედ მაშინ მიადგა მათ გაცხოვრის დაწესებულება, რომელიც მათთვის ხურვალებიდან მათ მოსიყვარულე უსაუბრებლად გამოეცა. ფიალებს დააწყობდა ამ საქმეებში. ილია შესანდობარს იტყოდა და ცხონდეს მისი სულიო. შესვამდა, სოფსაც შეასმევდა, მიირთვით ილია შესანდობარიო. როცა ილია მოკლეს, მიხეილმა მკვლელობის ადგილას ჯერ კიდევ შემუშალი მიწა ყვავილებით დაფარა. საგურამოში ილიას ბაღს სანამ შეეძლო უვლიდა, თქვენ წიგნებიდან იცნობთ იმას და ახლა მე მკითხავთ, როგორი ღვთისმიერი ადამიანი იყო. უთქვამს 1963 წელს ერთი ახალგაზრდა. ისე წამომივლის ხოლმე იმისი სიყვარული, კაცი დავბერდი და თვეში ერთხელ რომ არ დავხედო საგურამოს გული როგორ მომასვენებს. სანამ პირში სული მიდგას, იმის ბაღს ჩემი ხელი არ მოაკვდება. სანამ ცოცხალი ვარ, იმის ეზოყურეში სხვის მიტანილ ყვავილს არ გავაჭაჭანებ. როგორც შემიძლია, ისე მოვთავ და გავალამაზებო. სოლეიდორის გახსნას ილია ვერ მოეწო. სამაგიეროდ მეორე დიდი ქართველი, აკაკი წერეთელი შეუვლიდა ხოლმე ყოველ შაბათს. მიხაც თაიგულს მიართმევდა პოეტს და მადლობას დაიმსახურებდა. მიხასთან შეირბენა ტიციან ტაბიძე, წითელი მიხაკისთვის, ბაღისა და მაღაზიის მუჭის სტუმრები იყვნენ ბუდიაშვილი, შმერლინგი, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე. ყოველ აღდგომას მათი მშვენიერი ყვავილების კალათებს უგზავნიდა. კონსტანტინე გამსახურდია ყვებოდა. მე ლეო ქიაჩვილი და გალაქტიონ ტაბიძე ხშირად დავდიოდით მასთან, როცა მართავდით ლილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, ივანე მაჩაბელის იუბილეებს. ვთხოვდით ყვავილები მოგყიდეო. განაწყენებული მოგაარსებულ უნივერსიტეტს. სოლეიდორში ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დღეს მიდიოდა ერთი კაცი. საგანგებოდ არჩევდა ყვავილებს და ყოველთვის ერთ მისამართზე გზავნიდა. ასე გრძელდებოდა რამდენი დღე. ერთხელ დღეს კაცი აღწერა. მიხეილი შეშფოთდა, მოაკითხა. კოლექტივიზაცია მიხეილსაც შეეხო. ჩამოართვეს სიმძვრითა და უფლით გაშენებული ნარეკვავის ბაღი. ყოველ წელს 50,000 ძირამდე ხეხილს ამყავდა.